დონალდ ტრამპმა ისრაელი ჩააგდო და ჩვენს ინტერესებს ირანთან გარიგებაში თმობს. ასე ამბობენ დღეს ბევრი ისრაელის ოფიციალური პირი. და როდესაც ბენიამინ ნეთანიაჰუ ომში ტრამპთან ერთად მხარ-ხარ მიდიოდა, მას სულ სხვა დასასრული წარმოედგინა ამ ომისთვის. თავიდანვე აშკარად მიანიშნებდა, რომ სჯეროდა. ეს ომი შეძლებდა რეჟიმის შეცვლას თეირანში. ან სულ მცირე მიიყვანდა იმ შედეგამდე, რომ ირანი დაკარგავდა არა მხოლოდ ბირთვულ პროგრამას, არამედ სარაკეტო პოტენციალსაც და ვეღარ შეძლებდა პროქსი ძალების მხარდაჭერას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. ნეთანიაჰუ მიიღო შეთანხმება, რომელსაც მისივე გარემოცვაში მწარე აპს უწოდებენ. ისრაელის რეაქცია აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების ანონსზე თითქმის გააფთრებული იყო. ეხლა განვიხილოთ ის რეაქცია, რომელიც ისრაელში ისმის აშშ-სა და ირანს შორის მომავალი შეთანხმების ხელმოწერაზე. მე მქვია ალექსეი პეჩი, სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ და დაწევეთ ნებისმიერი კომენტარი. მაშასე, ფორმულა, რომელიც ეხლა ყველა სათაურში ვრცელდება, ეკუთვნის მაღალჩინოსან ისრაელის მოხელეებს, რომლებსაც პორტალი აინეტი ციტირებს. ზუსტად მოკლედ და მკვეთრად. ტრამპმა გვიღალათ. ისრაელის გამოცემის ერთ-ერთმა რესპონდენტმა არ დამალა ცვენის მასშტაბი და განაცხადა, ციტატა: ტრამპმა გვიღალათ და ჩვენ ამისთვის დავისაჯეთ. ეხლა აღარ ვიცით რა ხდება და ვერაფერს ვცვლით. შოკში ვართ. ისრაელმა მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ამერიკის პრეზიდენტი ვისთანაც უნდა აწარმოებს დიალოგს. ირანთან, პაკისტანთან, კატართან, თურქეთთან, აქებს კიდეც ირანის ლიდერს მადი მაჩტაბუ ჰამენეის, მაგრამ ისრაელთან არ აწარმოებს დიალოგს, ნორმალურ დიალოგს. ისრაელი მოლაპარაკებების მიღმა აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ომის დასაწყისში ტრამპი და ნეთანიაჰუ ერთად იღებენ გადაწყვეტილებას ირანზე დართმების შესახებ, თეთრი სახლის სიტუაციურ ოთახში. რა არის ის, რაც ეხლა აღიზიანებს ისრაელს? ადრე ვერ ახერხებდა გავლენის მოხდენას მომავალი სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე. ყველაზე მეტად ქვეყანას აწუხებს ის, რომ მას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს დოკუმენტის შინაარსზე. ნეთანიაჰუს ხმა არ ესმის. ეს ცუდი შეთანხმებაა. ისრაელში ამით არავინ არის მაყოფილი, თქვა ერთ-ერთმა ისრაელმა ჩინოვნიკმა და დაამატა, რომ ეს ზიანს აყენებს ისრაელის ინტერესებს. მესამე თანამოსაუბრემ აინეტმა დაამატა გეოპოლიტიკური დეტალი. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ამ შეთანხმებას აღიქვამენ არა როგორც შეერთებული შტატების გამარჯვებას, არამედ პირიქით, როგორც ირანის ზეწოლისა და ვაშინგტონის მხრიდან დათმობების შედეგს. და უფრო მეტიც, ისრაელის ჩინოვნიკები გამოხატავენ ეჭვს, რომ ეს შეთანხმება გრძელვადიანი აღმოჩნდეს. და ამაში არის სიმართლის წილი. წინა გამოშვებაში უკვე გიამბეთ, რომ გაერთიანებული არაბეთის ემირატები და კატარი დათანხმდნენ ირანისთვის ნაღდი ფულის გადახდაზე, იმისთვის, რომ ირანი მათზე დართმებს არ მიაყენებს. უბრალოდ დაფიქრდით ამაზე. ანუ იქ უკვე აღარ ჯერათ აშშ-სგან უსაფრთხოების. ამერიკელების უსაფრთხოების ქოლგაში კატარსა და ემირატებში აღარ ჯერათ. ამბობენ, კარგი, მოდი ირანს გადაუხადოთ ფული. და აქ მნიშვნელოვანია გავიგოთ, როგორც ამბობენ, ამ შემოტრიალების სიღრმე. წლების განმავლობაში დონალდ ტრამპი ისრაელისთვის ირანის შეკავებაში მთავარი მოკავშირე იყო. ის იზიარებდა ირანული საფრთხის შეფასებას. მან დატოვა ბარაკ ობამას ბირთვული შეთანხმება. ის ატარებდა ირანზე მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკას და ასე შემდეგ. ისრაელში დონალდ ტრამპს უბრალოდ აღმერთებდნენ და მას ისრაელის სუპერ ძლიერ მოკავშირედ მოიხსენიებდნენ, განსხვავებით მაგალითად ჯო ბაიდენისგან. ეხლა კი როგორც იგივე პორტალი აინეტი არნიშნავს, მისი პრიორიტეტები რადიკალურად შეიცვალა. პირველ ადგილზე აღარ დგას ისრაელის მიზნები რეგიონში, არამედ ისრაელის წყაროების თქმით, სურვილი შეიძინოს სიმშვიდე იმ დიდი მოვლენების დროს, რომლებიც თავად შეერთებულ შტატებში ხდება. საუბარია კონგრესის არჩევნებზე. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საჯაროდ ნეთანიაჰუ ტრამპს არ აკრიტიკებს. ეს არის პრინციპული ხაზი. ნეთანიაჰუ და სხვა ისრაელი ჩინოვნიკები გულდასმით არიდებენ თავს ტრამპის საჯარო კრიტიკას, მაგრამ პირად საუბრებში უკიდურესად სკეპტიკურად არიან განწყობილნი მოსალოდნელი შეთანხმების მიმართ. მათი მთავარი შიში სულიად გასაგებია და ძალიან კონკრეტულია. ხელმოწერებისა და ომის დასრულების შემდეგ ირანი შეიძლება უბრალოდ გააჭიანუროს მოლაპარაკებები, რეალური ბირთვული დათმობების გარეშე. ამასთან ერთად ირანს შეიძლება საკუთარი ეკონომიკის სტაბილიზაცია, ნავთობის გაყიდვითა და ირანული აქტივების განთავისუფლებით ომის რისკის გარეშე. ანუ თეირანს მარწუხები მოეხსნება, ხოლო ბირთვული პრობლემა გადაუჭრელი დარჩება. რატომ ხდება ასე? ისრაელში კარგად ესმით, რომ ახლა შეთანხმების ხელმოწერით ირანი თითქოს მხოლოდ 60 დღეს იღებს საბოლოო მშვიდობის შეთანხმებისა და ბირთვული გარიგების დასადებად ტრამპთან. მაგრამ გჩნდება კითხვა, რა მოხდება თუ 60 დღის შემდეგ ბირთვული შეთანხმება მაინც არ იქნება?
რას გააკეთებს ტრამპი 60 დღის შემდეგ? და შეგახსენეთ, 60 დღის შემდეგ ჩვენ კიდევ უფრო ახლოს ვიქნებით აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებთან. ამიტომ თუ 60 დღის შემდეგ შეთანხმება არ იქნება, ტრამპი ალბათ გააგრძელებს ამ 60 დღეს, კიდევ 60 დღით მერე კიდევ. გაგახსენეთ, რომ ირანი უკვე წლების განმავლობაში ატარებდა ბირთვულ მოლაპარაკებებს ორ ადმინისტრაციასთან, ბაიდენთან და ტრამპთან და მაინც ვერ მიაღწია შედეგს. რა უშლის ხელს ახლა იგივე გააკეთოს. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე სანქციებს მოხსნიან, აქტივებს გაათავისუფლებენ. და ნეთანიაჰუ საერთოდ როგორ აღმოჩნდა გარეთ, შეთანხმების მიღმა. მოვლენების ქრონოლოგია მისთვის დამამცირებელია. და როდესაც ირანთან დარტყმების გაცვლა დაიწყო ინტენსივობა, ნეთანიაჰუ გეგმავდა მასიურ დარტყმებს ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე. ეს პირდაპირ გასოკვირას. მაგრამ ტრამპმა ბოლო მომენტში შეაჩერა იგი. ამის შემდეგ ამერიკელი წყაროების თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი დიდწილად გამოეთიშა პროცესს და ვაშინგტონში მოკავშირეებს ურეკავდა. ფაქტობრივად, ტრამპის მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას მათგან გამოსთხოვდა. ტრამპმა მასთან ინფორმაციის გაზიარება შეწყვიტა. ხოლო დონალდ ტრამპის პოსტი Truth Social-ში ხუთშაბათს, სადაც მან განაცხადა, რომ შეთანხმება მიღწეულია, ნეთანიაჰუსთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. როცა 1 საათის შემდეგ ტრამპმა მას დაურეკა და უთხრა, რომ ეს სწორედ ის შეთანხმებაა, შესანიშნავი შეთანხმება და დროა ეს ომი დასრულდეს. ნეთანიაჰუმ მკაცრად არ გააპროტესტა და არც დაობ. მისი ამერიკელი ოფიციალური პირის შეფასებით, როგორც წერს Axios-ი, ნეთანიაჰუმ გაიაზრა, რომ ხელმოწერის შეჩერებას ვეღარ შეძლებდა. და სწორედ აქ ამ ისტორიას თავისი წინა ისტორია აქვს, რომელიც ხსნის დაძაბულობას. უკვე ივნისის დასაწყისში Axios-ის ინფორმაციით, ტრამპი ნეთანიაჰუს თავს დაესხა უცენზურო სიტყვებით სავსე საუბარში, ისრაელის ლიბანში ესკალაციის გამო. გაბრაზების მიზეზი იყო ნეთანიაჰუს გადაწყვეტილება ლიბანში სიტუაციის გამწვავების შესახებ, რაც ტრამპის ირანთან მოლაპარაკებების ჩაშლით ემუქრებოდა. ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა ეს ტრამპისა და ნეთანიაჰუს შორის ყველაზე ცუდ საუბრებს შორის დაასახელა, რაც თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ჰქონიათ. მოგვიანებით ტრამპმა საჯაროდ დაადასტურა, რომ მისი სიტყვებით ცოტა გაღიზიანებული იყო ისრაელის მუდმივი დარტყმებით ლიბანზე და დაადასტურა მკაცრი ფორმულირებები. და აი მომავლისთვის ყველაზე მტკივნეული წერტილი სწორედ ლიბანია. ისრაელის ძალები კვლავ აკონტროლებენ სამხრეთ ლიბანის მნიშვნელოვან ნაწილს და აგრძელებენ დარტყმების გაცვალს ჰიზბოლასთან. ეს ახლაც გრძელდება. უფროსმა ამერიკელმა ჩინოვნიკმა გააფრთხილა, რომ თუ ჰიზბოლა ისრაელზე რაკეტებით დაარქამს, ხოლო ირანი გააგრძელებს ჰიზბოლას მებრძოლების შეიარაღებას, ეს ეწინააღმდეგება იმავე სამშვიდობო შეთანხმებას. მაგრამ ისრაელი თავს სხვა მხრიდან მახეში გრძნობდა. რადგან შეთანხმებაში ცეცხლის შეწყვეტა ლიბანსაც ვრცელდება, იერუსალიმში შიშობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ჰიზბოლას წინააღმდეგ მათი მოქმედების თავისუფლებას შეზღუდავს და მოითხოვს, რომ თითოეული დარტყმა წინასწარ შეათანხმა. კიდევ ერთხელ, ამ შეთანხმებაში მკაფიოდ იქნება გაწერილი, რომ ისრაელის ნებისმიერი დარტყმა ლიბანზე თითქმის აუცილებლად უნდა შეთანხმდეს ტრამპთან. იმიტომ რომ ისინი ჩართული არიან სრულიად სხვა ომში ირანთან. და ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა დაასახელა ნეთანიაჰუს თავდაცვის ხაზი ისრაელისთვის. მან განაცხადა, რომ ტრამპი გარიგებას აფორმებს თავისი შეფასებით ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ ისრაელი ელოდება საერთო პრინციპების დაცვას ბირთვულ პროგრამასთან, რაკეტებთან და ტერორისტულ პროქსი ძალებთან დაკავშირებით. და მთავარი ისაა, რომ კაცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი ინარჩუნებს დამოუკიდებლად მოქმედების უნარს, რათა ირანს არ მისცეს ბირთვული იარაღის მოპოვების შესაძლებლობა. და სწორედ აქ ემატება ამ ყველაფერს შიდა პოლიტიკა, რაც მთლიანად ორმაგად ტოქსიკურს ხდის სიტუაციას. ისრაელში არჩევნებამდე დარჩა 4 თვე. და ნეთანიაჰუს ოპონენტები ადანაშაულებენ მას იმაში, რომ მან ისრაელი, ციტატა, ვასალურ სახელმწიფოდ აქცია. უბრალოდ ტრამპის პირობების მიერებით. ვაშინგტონი თავდაჯერებულობას ასხივებს. ამერიკელმა ჩინოვნიკმა გამოცემა Axios პირდაპირ უთხრა, რომ თეთრი სახლი დარწმუნებულია. შედეგად ისრაელელები არსად წავლენ და შეთანხმებას მიიღებენ. მაგრამ თავად ნეთანიაჰუსთვის Axios-ის დასვნა საერთოდ განაჩენივით ჟღერს. ომის დასრულების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. მაშინ როცა გამოცხადებული მიზნები მიღწეული არ არის, ეს უდიდესი სტრატეგიული და პოლიტიკური დარტყმაა. ადამიანი, რომელმაც თავის ქვეყანას ამ ომის შედეგად თეირანში რეჟიმის შეცვლას დაპირდა, რისკავს ისტორიაში შევიდეს როგორც ის, ვინც სხვის მშვიდობაზე მოაწერა ხელი. და საკუთარ მარცხზეც. აქ სამწეპტოს დავსვამ. თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები ტრადიციულად დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი დონატით ბულებზე და რეკვიზიტებზე, რომლებიც მითითებულია ამ ყავის აღწერაში. იქ არის Buy Me a Coffee, Patreon, კრიპტოსაფულეების ბულებიც, საბანკო რეკვიზიტები,
მოკლედ, ის რაც თქვენთვის მოსახერხებელი იქნება, აირჩიეთ, მადლობელი ვიქნები ნებისმიერი თქვენი მხარდაჭერისთვის. ამით ყველაფერი დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობიანად.